ბათუმში აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ის სხვა მოქალაქეებთან ერთად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 16 იანვარს გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებიდან ხელახლა დააკავეს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა. სწორედ ამ მიზეზით მოათავსა პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ის ბათუმში მიმდინარე აქციებში აქტიურად მონაწილეობს. მუჰაჯირების შთამომავალია, წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს, რაზეც მას უარს ეუბნებიან. სასამართლომ სამწუხაროდ გაიზიარა შესაძლოა მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია, რომ თითქოს არსებობს მისი მიმალვის საფრთხე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები სასამართლოში, რომ გაფარიმაზი 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, მას აქვს მყარი კავშირი საქართველოსთან. ის წლების განმავლობაში ცდილობს, რომ პირიქით მოიპოვოს მოქალაქეობა და ასევე ცდილობს იმას, რომ სამართლებრივი კავშირი შეიქმნას საქართველოსთან, თუმცა მიზანმიმართულად, რასაც ჩვენ უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ ის აქტიურად იღებს მონაწილეობას შეკრებასა და მანიფესტაციებში, ხდება მისი მოთხოვნების უგულებელყოფა.